წარმატება ეს არის გადასვლა ერთი მარცხიდან მეორეზე ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე. ეს ყოფილა უინსტონ ჩერჩილის სიტყვები. ზოგადად წარმატებაზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ როგორც რაღაც განსაკუთრებულ ფენომენზე, რომელიც არის ერთეული, იშვიათი ადამიანების ხვედრი. სინამდვილეში ეს არის ძალიან კონკრეტული და ძალიან პრაგმატული პროცესი. ის იწყება ერთი ძალიან კონკრეტული შინაგანი მდგომარეობით. ეს არის მტკიცე განზრახვა, რომ როდესაც რაიმეს დავიწყებ, აუცილებლად მას ბოლომდე მივიყვან. ადამიანები შეიძლება დავყოთ სამ კატეგორიად. ზოგადად ძალიან წინააღმდეგი ვარ ადამიანების რაღაც კატეგორიებად და ფენებად დაყოფის, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ხრივ ესეთი ზუსტი ის კატეგორიზირება მოვახდინოთ. ყველა ადამიანში არის ბუნების საოცარი მრავალფეროვნება, შერწყმული. და პირველი კატეგორია შეიძლება ხან მესამეში გადახტეს, ხან მეორეში. აი ძალიან ზოგადად დავყოთ უბრალოდ, რათა დაახლოებით მივხვდეთ ჩვენ თავად როგორ ვიქცევით ხოლმე ამა თუ იმ ცხოვრებისეულ სიტუაციაში. პირველი კატეგორია ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არასდროს არაფერს არ წყვეტს. ის მუდმივად ამბობს, რომ ჯერ არ ვიცი, ვერ გეგმავ, არ გადამიწყვეტია, ვნახოთ. ეს ადამიანები, ასე ვთქვათ, მიყვებიან ქარს, მიყვებიან დინებას. ოღონდ ეს ის მიყოლა არ არის, რომელსაც აი ნაბოლარა ძმა აკეთებს, რომ განგებას მიენდობა. არა, ისინი მკვდარი თევზებივით მიყვებიან დინებას. ასეთ მდგომარეობაში წარმატების მიღწევაზე საუბარი ცოტა ხმამაღალი განაცხადი იქნება, ალბათ. მეორე კატეგორია ადამიანების არის, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, იწყებენ მოქმედებას, მაგრამ პირველივე დაბრკოლებისთანავე ჩერდებიან. მათთვის დაბრკოლება არის სიგნალი, რომ მორჩა, მე ვეღარ შევძლებ გაგრძელებას გზის. ეს კატეგორიაც არც თუ ისე ხშირად აღწევს წარმატებას, თუმცა შეიძლება მაინც მიაღწიოს თუ მოხდა საოცრება და არ შეხვდა დაბრკოლება, ან ძალიან მცირე დაბრკოლება შეხვდა. და ბოლოს მესამე კატეგორია ადამიანები, რომლებიც იწყებენ და აღარ ბრუნდებიან უკან. დაბრკოლება მათთვის არ არის სიგნალი, რომ უნდა გაჩერდნენ. პირიქით, ეს მათ შინაგან ძალას, მათ ჟინს უფრო აძლიერებს თითქოს და მეტი შეუპოვრობით აგრძელებენ გზას. აი ცნობილი ისტორიული საბრძოლო ხერხი რომ გავიხსენოთ, აგერ ჩვენმა დავით აღმაშენებელმა დიდგორის ომის დროს ნიჩბისის თუ მანგლისის ხეობა რომ ჩახერგა და უკან დასახევი გზა მოიჭრა. აი სწორედ ეს არის გადაწყვეტილება, როცა გზა მაქვს მარტო წინ, უკან დასახევ გზას საკუთარ თავს მე აღარ ვუტოვებ. ეს მარტო ომში არ მუშაობს, ძალიან წარმატებული სტრატეგია ასევე ცხოვრებაში სხვათა შორის. აი მაგალითად ძალიან ისეთი ხშირი სიტუაციაა ვიღოთ, ადამიანი გადაწყვეტს რომ მოწევას ანებებს თავს. აქამდე ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, მაგრამ აი ამის შემდეგ თითქოს საგანგებოდ იქმნება სიტუაციები, სადაც მოწევას თავს ვერ აარიდებთ. რა მეგობრები გთავაზობენ, შეგხვდება სანერვიულო, რომელიც გაწყებინებს ავტომატურად მოწევას და ასე შემდეგ. ეს შემთხვევით არ ხდება ხოლმე რა. აი ამაში ვარ თითქმის დარწმუნებული, თუ რამენაირად შეიძლება რომ ადამიანი დარწმუნებული იყო. მსგავსი დაბრკოლებები არის მანიშნებელი იმისა, რომ თითქოს რაღაც თუ ვიღაც ჩვენ გვცდის, როცა ვაპირებთ ერთი საფეხურით მაღლა ასვლას, რაღაც შეცვლას საკუთარ თავში და ცხოვრებაში. რამდენად ნამდვილია ჩვენი განზრახვა და გადაწყვეტილება. იმიტომ რომ თუ სუსტია, ძალიან სწრაფად დაუბრუნდებით ძველ ჩვევას, მაგრამ თუ ის არის ნამდვილი, მაშინ ჩვენ ასეთი პატარა კი არა, ძალიან დიდი დაბრკოლებაც ვერ გადაგვაცდენს გზიდან, ასე ვთქვათ. ნუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე ჩვენ გავარჩიოთ ორი რამე ერთმანეთისგან, სიჯიუტე და შეუპოვრობა. სიჯიუტე არის, როდესაც ადამიანი აგრძელებს გზას, მიხვდა რომ ეს გზა არ არის სწორი, მაგრამ რახან დაიწყო, მაინც მიდის აწვება ბოლომდე, ხოლო შეუპოვრობა არის, როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ ეს სწორი გზაა, ხვდება დაბრკოლებები, მაგრამ არ წყვეტს მოძრაობას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც ხშირად ვუშვებთ, რომ ჩვენი მოქმედების შედეგის შეფასებით ვაგრძელებთ საქმეს. თუ ეს შედეგი იქნება სასიამოვნო, მაშინ ვაგრძელებთ, მაგრამ თუ არ იქნება სასიამოვნო, წყვეტთ. არადა, შედეგი უნდა შეფასდეს მისი არსით, რამდენად სწორია, რამდენად არის სასარგებლო, ასე ვთქვათ, და შედეგის მომტანი, კარგი შედეგის მომტანი ჩვენთვის, ჩვენი ცხოვრებისთვის, სამყაროსთვის, გარშემო მყოფი ადამიანებისთვის. აი ეს უნდა იყოს ალბათ მოქმედების გაგრძელების ან შეწყვეტის იმპულსი. როცა ადამიანი იწყებს მოქმედებას ამ პრინციპით და წყვეტს, ასე ვთქვათ, ვაჭრობას შედეგთან, მასში იღვიძებს სრულიად განსაკუთრებული ენერგია. ის აღარ მოქმედებს შიშისგან, აღარც რაღაცა მოგების მიღების სურვილისგან. ის მოქმედებს იმიტომ, რომ ეს არის სწორი, ასე სწორია. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.
ჩვენ რატომღაც ასევე გვგონია ხოლმე, რომ წარმატება შედგება აუცილებლად ძალიან დიდი გამარჯვებებისგან, არა და სინამდვილეში შედგება პატარა ყოველდღიური დეტალებისგან. აი, როცა მაგალითად საკუთარ თავს ვეტყვით, რომ ხვალ დილით ავდრე ავდგები, უნდა ავდგეთ. მაგალითად 9 საათზე უნდა მივიდე 9-ზე და არა 10:30-ზე. დიეტა დავიწყოთ ორშაბათიდან დავიწყოთ და არ გადავდოთ გაურკვეველ ორშაბათს კიდევ ერთხელ. სხვათა შორის ეს ჩემთვის ძალიან სუსტი წერტილია მინდა გითხრათ და ამ ხრივ ძალიან ბევრი მუშაობა მჭირდება საკუთარ თავზე ვაღიარებ. არადა ხასიათი სინამდვილეში ყალიბდება სწორად აი ასეთ პატარა მომენტებში და თუ მსგავს მცირე დეტალებში ხარ ძლიერი, აუცილებლად ძლიერი იქნები დიდი საქმეების განხორციელების დროსაც. და საპირისპიროდ ყოველი დარღვეული დაპირება ასუსტებს ადამიანის შინაგან ძალას. ეს გროვდება ჩვენს ქვეცნობიერში, ან შეიძლება ცნობიერშიც, როგორც ჩვენი სისუსტის ნიშანი, რომ მე არ შემიძლია. და უკარგავთ თვითრწმენას, საკუთარი თავის იმედს, რაც მერე საბოლოოდ აისახება ჩვენს ცხოვრებაზეც, რასაკვირველია. აი ამიტომ ყველაზე პრაქტიკული გზა შინაგანი ძალის გასაძლიერებლად არის სწორედ ეს, რომ ავიღოთ ერთი პატარა ძალიან ყოფითი მიზანი, არართული, მივცეთ საკუთარ თავს ერთი კვირა და ვთქვათ, ნებისმიერ ფასად მე ამ მიზანს შევასრულებ. წარმატება არ არის ერთჯერადი მოვლენა, ეს არის ყოველდღიური ჩვევა. გააკეთო ის, რაც გადაწყვიტე, იმის მიუხედავად, იმ კონკრეტულ მომენტში გინდა შენ და ქსიამოვნებს თუ არა შენ იმის გაკეთება. როცა ამ ჩვევას ივითარებ, შენში ჩნდება განსაკუთრებული შინაგანი მდგომარეობა. შენ იცი, რომ აუცილებლად გააკეთებ რაიმეს, თუ იტყვი, რომ ამას გავაკეთებო. ეს არის სრულიად განსაკუთრებული ცოდნა, ფასდაუდებელი საგანძური ადამიანის ცხოვრების გზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ აი აქედან იწყება ნამდვილი წარმატება. გამოიწერე ფიქრების ლაბორატორია, კომენტარებში გამიზიარე შენი აზრი და ვიფიქროთ ერთად ხმამაღლა სხვადასხვა საინტერესო ფსიქოლოგიურ თემებზე.